შეხვედი ახალ ჯგუფში ან ორგანიზაციაში ვარ, ლექციას ვესწრები და მეშინია მაგალითად ჩემი აზრი დავაფიქსირო, იმიტომ რომ ემოციურ საფრთხეს ვხედავ აქ, ხო, რომ რას იფიქრებენ ეს ადამიანები ჩემზე. აი ძალიან ხშირად უთქვამთ ჩემთვის ეს მაგალითი, რომ შეხვედრაზე ვარ მაგალითად კომპანიაში, რაღაც საკითხის განხილვა, რაღაცა იდეა მაქვს, არ ვამბობ. მე უცებ სხვა ვიღაცა აჟღერებს ზუსტად იგივეს, რასაც მე ვფიქრობდი და აი ყველა მაქებს, რომ რა მაგარია და აი როგორი კარგი იდეა გაქვს და მე შიგნით ბრაზდები, რომ მეც მქონდა კაცო ეს იდეა და მე თქვა და რატო არ ვთქვი? იმიტომ არ ვთქვი, რომ შიგნით შიში მაქვს, რომ რას იფიქრებენ ეს ადამიანები ჩემზე და საფრთხეთ აღვიქვა იმ მოცემულობას. და რეალურად ნახე პირველ შემთხვევაში თუ შიში მეხმარება რომ გადავრჩე, ხო, ფიზიკური საფრთხის დროს, ემოციური საფრთხის შემთხვევაში, წარმატების მიღწევაში, ბედნიერების შექმნაში მიშლის ხელს, იმიტომ რომ მოსალოდნელი საფრთხის გავლენიდან გამომდინარე საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სადაც სარგებლობა მოაქვს მოიტანოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში გავაცნობიეროთ. აი რა არის, რა მიშლის ხოლმე, ჯერ ესეთი დავიჭიროთ, ხო, რა მომენტებში მე ვთვება ეგრეთ წოდებული კომპლექსებს, რასაც ვეძახი, გავაცნობიერო, რომ აი ამ მომენტში რისი მეშინია. და მესამე კითხე შენ თავს, რომ უნდა მეშინოდეს ახლა ამის? კარგი, რაღაცა ვთქვი და იფიქრეს ჩემზე, რომ რას ისურველეს იძახის. რა მოხდა მერე? ანუ რაღაცა ალტერნატიული ფიქრით შემოუშვი, იმიტომ რომ შიში მარტო ერთი ვიწრო მიმართულებით განახებს იმ მოვლენას, სინამდვილეში ეგრე შეიძლება საერთოდ არ იყოს.